La policía no. შეხედეთ სადუჯდებით ხალხო. ვაიმე ჰიტას როგორ გავს. ანუ ლოთები რა. ზაროა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ შენ თავს ფიცა ვერ მოვიგებ. ერთ მოყდებაზე. დალევ შენ? უკვე გული რო უნდა წაგივიდეს მაგ მომენტზე ვიყავი რა. აი უკვე გული წასვლის და კიდე ძალიან სწრაფად ეშევა, ძალიან პიზდეცია. პროსტა შეხედეთ ხალხო რა შენობა აქვს პრიმარკს. 4 ნაჭერი პური იყო შუაზე გაჭრილი და შიგნით იტო სალათის ფურცელი, ქათამი და მაიონეზი. ამბობს ხორცელი. დაცვა რატო წავიდა? მე არ მეშინია ხალხო რა, არაფერი არ მოვიდა. რა გამოვიდა ესა? ჩემი დასვენება იწყება თემკიდან, მივდივართ კურორტ თემკა ბიჩზე. ესე იგი, თბილისში ვართ, დილის 7-ის ნახევარია. მე, ნატა, თინა, ნიკუშასაც ხედავთ ყველგან. მოსაბეზრებელია უკვე. მივფრინავთ ქუთაისიდან მადრიდში. ეხლა მივდივართ ქუთაისში რო ჩავალთ, ქუთაისიდან გვაქვს ფრენა მადრიდში, მადრიდში გავჩერდებით 2 დღე და მერე მატარებლით წავალთ ბარსელონაში. სავარაუდოდ ეს ვლოგი დაიდება 2 ნაწილად ან 3 ნაწილად, იმდენი რამე იქნება გადასაღები. ასე რომ დაელოდეთ კარგ რაღაცებს. პაკა. ამინდი დაგვემთხვა ძალიან კარგი. ზე არის საკაიფო ფრენა გვაქვს 2 საათ ნახევარში, ეხლა არის 19 საათი და 19 საათი კი არა 9 საათი და 17 წუთი უნდა მეთქვა. აუ, მაგარი დამეჯვა, კაი წავედი ესპანეთიდან ჯაგერთვებით რა, თორე რავი, იმენა აქე ნახელი, იქ ნახელი. მე და ჩემი ლოვე მივდივართ ესპოში. ეს ჩემი ახალი სტაილი. გაცებული ვარ ხმა მაგიტომ აქ ესეთი. რას ვაპირებთ? ჩვენ ახლა მივდივართ ფოთში ექსკურსიაზე. კაი, რა ვთქვა, ხო ყველა მიჩის რომ მივდივართ ესპანეთში. 2 არა 3 დღე გამოდის. დღეს ხვალ და ზეგ. ზეგ უკვე ნუ მივდივართ, მაგრამ ხო. მე მივდივართ ბარსაში. და ბარსა უფრო კარგი იქნება ჩემი აზრით, მე ესეთ მოლოდინები მაქვს. აუ ესე მინდა მე. შრიოლებს მე ეგრე რო გინდა. მოკლედ ინტერნეტები რაღაცები უნდა ვიყიდოთ, ფრენა გვაქვს 12-ზე, მაგრამ თინას მიწერეს მე მგონი 20 წუთით გადავიდა. ხო, 12:10-ზე გქონდა ფრენა და ახლა 12:40-ზე. თუ ძალიან, ანუ თუ წესიურად მოიქცევა ხალხო და ყველაფერი კარგად იქნება, ნერვებს თუ არ მომიშლეს, შეგვიძლია რომ იქ პრაღაში როგორც მოიქცა ქაჯივით, სასმელები რომ უნდა გადაგვეღო და რო არ გადაიღო, შეგვიძლია თინას არხზე რამე დავდოთ, რამე საინტერესო. იმიტომ რომ მაშინ ის ხო მაჩუქე DJI, ოღონდ ძველი და იმან არ ჩაიწერა ვიდეო, თორემ მე ვიღებდი. კი, ზუსტად 3 წუთიანი კადრები არსებობს, არ ვიტყუები. ძალიან ეს არის მამფორ ამის ლაპარაკი როცა იქნება ასტრაფე. დავაწექით რა, ნადამას გამოიტანა ფული, ნიკუშა ოპერატორი. აუ მე გადაუღებ მე. აუ ნიკუშა სიკატიური ხარ. ცალი ვარ. დეს ხალხო. დებილო, გოგაში ლაპარაკო ბაქარი. მე რა, ანუ კი არის მის მე. მე შეგახმორე. მიდი რა თქვი, რა სიმპათიური ხარ, ცოლი რო არ ყავდესო, მაგრამ ცოლი უკრიდან ისე იყურება, რომ პროსტა არ არსებობს. ცალი რო არ ყავდეს მეთქი. რა სიტყვი? ცოტას ნერვიულობ. მე და ნიკუშა ვაპირებდით ვაფშე სხვა რამის, რომ თემკა ბიჩთან უნდა გვექირავა რამე ბაითი ჩვენ. ნატას საერთოდ არ ალაპარაკებთ? ნატა დგას შორს და ნატა. ესე იგი, ნატა დღესდილით რო გაცივდი მაგასთან დაკავშირებით რა სიტყვი? ეს ყოველდღე არის თინას ბრალი, მე მგონი გადამდო რაღაც ძალიან ცუდი. მეც ეგრე მგონია რომ თინას გაიძა. არა, ნატას აქვს ალერგია სავარაუდოდ და თინა, ნუ ღამე ფანჯარა ქონდა ღია სახლში და მაგიტომაც დაიღუპა საცხა. ესე იგი, დავიძრებით. ახლა ძალიან რო არ გაიწელოს, იმას ვიზავთ. თვითმფრინავში რო ჩავждებით, იქაც გადავიღებთ რაღაცას, იმედია რომ სავსე არ იქნება თვითმფრინავი და მე გასწავლით მაგარ ხოც. თუ ასწავლეთ პრაღაში რო წავით. ყველა როავა, ბოლოს უნდა ახვიდე რომ კაი ადგილები დაიჭირო რა. მადრიდის თავზე ვართ, მაგრამ არაფერი არ ჩანს. ხრუბლებში ვართ ვაფშე. ხრუბლებიდან როგორც კი გავძრებით და დაიწყებს დაშვებას, ჩემი ოპერატორი ყველაფერს გადაიღებს. ჩაო.
ხალხო ამას შეხედეთ გახვეწოთ. ანუ ვეშვებით იმან დაჟე კაცმა აგერ გამოაცხადა რომ კაროჩე თუ შეგიძლიათ რომ არ წაუძინოთ რა და ტიპი იმენა არის ჩემი დავიწყეთ დაშვება ერთ თვითმფრინავით როდის ვიფრენდო ტელევიზორი რო არის ჭამა რო არის და გოლიანკაო და რავი რო უპასხო ამათ ყოლიათ იბერია ნახეთ კი როგორ ჩანს აი ძალიან დიდი თვითმფრინავები დგას და იბერია არის კომპანია რა აშკარად ამათი ესპანური კომპანია არის რაღაც რეგიონალურია თან ხო რეგიონალური არის რა ესპანეთის ნაკრებია აი მონიტორი კურსასმენი, პლედი, თვალის პაჩები და ანუ არა ჩვეულებრივ ბიზნეს კლასი. აუ მარტო ბიზნეს კლასს არ აქვს. მშვიდობათ მეგობრებო ამ ადამიანს ჩავა ეხა მადრიდში და კარგად იყოს. გამოვედით თემქის აეროპორტში ვართ. ნატას ცოტა გაურთულდა გაციება. ნიკუშა არის ისე როგორც ინდურ ფილმებში. სექსუალური ტყავის შემთიდან მთელი ნავაროტკებით თინას კიდია ცხოვრება როგორც ყოველთვის რა კარებები გაიღოავლაბრის მეტროში ვართ მეგობრებო ნიკუშ როგორ მოხდეს გითხარი რაც მობას გაქვს ჩვეულებრივი თემქის მეტრო არის რა არაფერი არ ხდება განსაკუთრებული პასპორტ კონტროლში გავალთ ხა და ჩაგვირტყავენ ხო წეს და არ ჩაგვირტყავენ ეს შანთა ვიყიდე სოსოსთან ერთად ხალხო და იმის მერე მოგზაურობ სოსო წაიყვანეთ ხოლმე საშოპინგოთ რა ჩანთა იყიდეთ წაიყვანეთ კი არა და სოსოსთან ერთად იყიდეთ ჩანთა და კაროჩე თქვენს გზა გაგეხსნებათ რა რავი თუ წამოყვებათ მე არ ვიცი სოსო წამოყვებათ თუ არა მაგრამ აგერ მე იმის მერე მოგზაურობ არ გავჩერებულ ვარ ეს ნიკუშა არის თავზე არ ვიცი რა ხდება მაგრამ ყავა რა აუ რა კარგი ადამიანი ხარ შემოხედე ერთი ოღონდ გამოვედით აეროპორტიდან და დაგვდა მაღრურული ამინდი არც თუ ისე კაი ამინდია აქაც პრიუსები აეროპორტი საკმაოდ დიდია მაგრამ რო გითხრათ რომ გავოცდი და გავგიჟდი ისეთი აეროპორტი აქვს თქო და რაღაცა განსაცვიფრებელი როგორც ვასკა ახასიათებდა აუ რა აეროპორტია ჩემი აი ვაფშე ჩვეულებრივი აეროპორტია რაც ნახე არაფერი განსაკუთრებული არ არის შეიძლება სიდიდით ამბობდა რომ რაღაც მაგარი აეროპორტია თორე ან შეიძლება რა ვიცი სხვა აეროპორტში ვარ მადრიდის აეროპორტში ვარ და ვაფშე ჩვეულებრივია კაროჩე ტაქსში ვდებს რაღაცებს და ნიკუშა ეუბნება რომ კაროჩე ყვინტრო გახედრო და იმანო ბაზარი არაო ძმაო რაზეაო ბაზარიო კაიო რა ჩაჯექი შევარდი და შემოვალ დავიზარით რა სასტუმროსკენ ხალხო მადლობა თინა კაი გოგო ხარ გამრავლდი მოკლედ როგორი პონტია უყურეთ ამ გზაზე მადრიდში ვინც ჩვენსავით არ ხართ ნაყოფები და ეხლა ჩამოდიხართ გამოდიხართ აეროპორტიდან და ტაქსის ორზოლიანი რიგი არის უნდა დაელოდოთ სპეციალურ ადგილზე და მიდის ვაჭრობა სხვათა შორის აი რიგი აქვთ იმენა წინა რიგში ვინც დგანან რა აი პირველი მეორე მესამე აქეთ-იქით ესე ვინც დგანან მაგათ უკან რომ მიხვიდე ის გთავაზობ ჯერ თავის წინ ვინც დგას იმას უეჭველი რა აი რამდენ ხო ნახე რამდენთანაც მივედი ჯერ სხვას გთავაზობდა რა ანუ ისი არ არიან რომ აი მე უფრო ნაკლებად წაგიყვან ძმაო წამოდი და ტექნიკურად რო გაგიყვანო არ არსებობს ფასის სხვაობა არ იყო ხო 25 ღირდა გამოძახები და 33-ს ვიხდით რა ანუ და უნდა დაველოდოთ იმას კაი ხანი და მოკლედ დავაწექით სასტუმროსკენ ნანჩენს კი ნახავთ ყველაფერს არაფერი გადასაღები არა ხო ეს ძღრენისფერი შენობები არა რა არაფერი არა რა გოდანში ესეთი კოლმოსა და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ და გელოდებათ ძალიან მაგარი ვიდეოები და ვლოგიც ძალიან კარგი ვლოგები გელოდებათ ესპანეთიდან და მანქანაზე გელოდებათ სასწაული ვიდეოები და წელს უნდა ავიდეთ 200,000 გამომწერეს სხვა და არა უეჭველი
სპონსორობასთან დაკავშირებით თუ ვინმე დაინტერესდებით, შემეხმიანეთ, მეილი ამონათდება. ხსნილი ვართ ყველანაირად, თავისუფალი ვართ და შეგვიძლია ვილაპარაკოთ სპონსორობასთან დაკავშირებით. თუ დაინტერესდებით ვინმე. ხო ესეთი გლდანშიც არ მაქვს ნანახი. ნახეთ კონდიციონერი ძმას სადაა გადმოტანილი. სიდენის და იმის შუაში აქვს ესეთი რაღაც გადმოტანილი. ოღონდ არაფერს არ უბერავს, გვატყუებს. ჩვენ ვართ ქართველები, როგორ არის ნიკუშ? Somos georgianos. Muchas gracias, señoritas. Muchas gracias. კარგად იყავით, როგორ არის ნიკუშ? Adiós. ხო, სასტუმრო იქირავეს მეტროში. ეს არის მეტრო და ეს არის სასტუმრო. აი აწერია. რავი, იმედი მაქვს, რომ იმაში არ ჩავალთ -2 სართულზე. და luxury სასტუმროა ვიღეთ. ლუხური. ხახო, რო გითხრათ რომ რაღაც აი გაუც ვაიმე რა ლამაზია მადრიდი და რა. არა, ცენტრი რა სადაც დავდივართ ხა პრაღაში, დინა, სადაც დავდივართ, ყველაფერი ლამაზი იყო. ხო და აქ არა რა. კაი, გადავდივართ, კაროჩე, მანქანია, კარგად რა. ეს სასტუმრო არის ხალხო. ჰოტელ პირამიდა აქტა ჰოტელ. მე დაგეტილია ჩემი კარგი. შემოვედით ჰოტელ პირამიდაში და აუ როგორი ინდუსები დაგვდრენ რეცეპშენში. ესეთი რეცეპშენია რა. ცოტა შუშებზე ობობის ქსელებია მე მგონი. ესეთი ნავაროტკაა ბოდიში. კაროჩე არ ვიცი. რა. პასპორტო? ხალხო მაცადეთ. თინამ დაჯავშნა ეს სასტუმრო. ხო და ეს ნაბოზარი გვისრულებს ახლა რომ კაროჩე არასდროსო არ არისო გარანტიაო იმისიო რომ ერთი დიდი საწოლი იყოსო იმაშიო რა ანუ ოთახშიო შეიძლება იყოსო ორი საწოლი და ცალცალკეო რა ხო და ჩვენ ვეუბნებით რომ ბიჭო ჩემი კარჩი მოვა რუმიდან დაგიბრუნდებით როგორც გავარკვიეთ ყოფილა ჩვენი მაყურებელი თინას მამამ და პირდაპირ ესპანეთიდან გვინდა მოვიკითხოთ. ოპა, რა მოვკითხოთ? მანონის მოკითხვა. მოკითხები და როგორ. მოკლედ, ეხა უნდა უცბად მოვიხოდოთ, მოვიმზადოთ და გარეთ უნდა გავარდეთ რა. საჭმელადაც და დასათვალიერებლადაც უნდა გავარდეთ გარეთ. თან დასატანი მაქვს ყველაფერი. ასე რომ წავედით ეხა. თინა, ეგ რა აწერია? ნახე 217 არის მარცხნივ. ხო და მე არა, ცუდი, სხვათა შორის, ნატა და ნიკა არიან მეოთხეზე. ნახე, ოთახი როგორია. ოთახი კაია, თინი რო ნახე? ნორმალური რა, ოთხი ფასის კაბაშეთნაიროს გოროჯობი. და ხითან ჩვენი ისე სადველი. კუთხეში. მედი ამა. უოჭველე? ეგრე მითხრა და. აბა მედი. ნახე, აბაზანეროს ყვარელია. ნახოთ. ეს აბაზანა არა ცუდი მართლა და ესეც ოთახი. ძალიან საკაიფოა და აბა ნახოთ არა, გარე ხედია გე. ხო არა გადაო, ფავ ძალიან ასწორებს. და ხედიც გვაქვს რა, ძღრანისფერი კორპუსი დგას აქაც, რატომღაც ესეთი აქვს დარჩეული ფერები, მაგრამ ძალიან კაია. ყველაფერი ძალიან კაი. სეიფიც არის, რაც მთავარი, $160,000 გვაქვს წამოღებული. კაკა, ეხლა მოვიხოდებით და დავაწვევით გარეთ. ესე იგი, ესეთი ლუკით ვართ მე და ჩემი ლოვერა. დღეს. Oh shit. სად მივდივართ თინ? ჯერ ნახავთ ახლა ახლა რა ხდება ჩვენ სასტუმროსთან და პრაღას ლუქს მაგონებს. ადგილას. დედასვიცავთ. ზუსტად ესე ვიწყებდით ხოლმე პრაღას ლუქს. მოკლედ. გამოვივლით, ყველაფერს შევათვალიერებთ, მივათვალიერებთ, კარგ ადგილებს. სადაც შეგვეძლება, როგორც შეგვეძლება ვნახავთ რა. თუ სადმე რესტორანში დავჯდებით, რას ვიზავთ, რას ვნახავთ, ლამას ყველაფერს გაჩვენებთ ვაფშე რა. ეს ვლოგი აღარ იქნება 2 საათიანი. დავდებ ნაწილ-ნაწილ, ჭკუა ვისწავლე. ძალიან დიდი ვლოგი დავდე პრაღაზე და სისულელეა რა. ჯობს რომ ნახევარ საათს ჩაუჯდეთ და ტკბილად გემრიელად უყუროთ. მაქამდე არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ, გაკოცეთ.
ეს არის მადრიდის რუკა. და აი აქ ვართ ჩვენ. მოვედით მოლში. მაგრამ გარედან რო შეხედავთ, ხალხო სკოლა გეგონებათ, ძველებური რაღაცა შენობა. და აი ესე გამოიყურება შიგნით, სხვათა შორის ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზია. Game რაღაცა დისკები იყიდება, ბიოტექნიკი, აქ ჯოისტიკები, რაღაცეები, აქ ბელინგემი, ბიჟუ, პერიევი. მე შევეწინე ესეთი სახის ნიღაბი, რომელიც იყინება და უნდა დაიდო სახეზე, როგორც კი გაიღვიძებ. ეს თმები რომ გადავიწიო მაკიაჟის გაკეთების დროს და ეს თვალის უყეები რომ დავიმუშაო და ესეც იყინება. Absolutely. ჩემს კონტენტს ძალიან გამოადგება. გამოიწერეთ იმას. არხი და ჩემი TikTok-ი ყველაზე მთავარია ჩემთვის ეგ. აღწერაში. Pull&Bear-ის ბრიჯია. ძალიან ძერს. მე ყველაზე მეტად ესეთი ბრიჯები მომწონს ჯინსის პერიოდთან და ღირდა 25 евро. რო იცოდეთ ხალხო, საქართველოში რაც ღირს 25 евро ღირს მართლა ოღონდ, ანუ ეს ბრიჯები საქართველოში ღირს არა ბიჭო, Pull&Bear-ში არ ღირს 80 ლარი. მინიმუმ 150, 120-დან 150 ლარამდე ღირს. Pull&Bear-ში მაქვს ის ბრიჯები ნაყიდი, რაც ჯინსის მოცვია ხოლმე და აი უაზრო ძვირი ღირს. მაგრამ 25 евро ღირს. ეგ ნორჩი შოპინგობებს, რაღაცეებს და გამოვედით ქუჩაზე, რა ქუჩა, ერთმანეთის ნახდა რა ვიცი. რესტორნები არის, ბარები არის. ხოდამ დაგათვალიერებინებთ. ხა საღამოს მადრიდს. სიმართლე გითხრათ, მეტის მოლოდინი მქონდა. აი ესეთი ბარი არის, სადაც ჯდებით. მეტის მოლოდინი მქონდა, მაგრამ არა უშავს. ესე იგი, ხალხო, ეინაკერი შევყვეთით ჩამოსასმელი. ეს იყო აი ოლივიე. ცოტა განათებაა და კვერცხით ოღონდ დაკეთებული კვერცხით რომ იყოს რა. ძალიან გემრიელი რაღაცა, უბრალოდ მოგვიტანეს. საერთოდ რო შემოდიხარ აპეტაიზერისავით, ეს უბრალოდ მოგვიტანეს. პური 1-4 ცალი ეს მსგავსი. უბრალოდ მოგვიტანეს. მაგრამ ნიკას ზაჟიო და ეს ნახეთ გვერდით სუფრაზე მოგვეწონა ლუდთან ერთად გვინდა და თან თინას უნდა და რო ეწონა და ესეც უფასო არის. არის რა უნდა ფაზასიანი ნუ ესეთი რაღაცეები ეს რაც მინდა უშენიცოა ვერტიჩი და საერთოდ უფასო და ფაზასიანი ადამიანს რო ასიამოვნებ რაღაცით და რო აი ამ ელემენტარულს რო აჩვენებ აი არაფერი არაა საერთოდ მაგრამ რო აჩვენებ რომ უფასოა ის მეორეჯერაც მოხდა და მესამეჯერაც მოხდა ძალიან სასიამოვნოა ეს ძალიან მომეწონა მართლა ლუდი კიდე ძალიან კარგია ჩამოსასწორო შენას ჩემო პატარა დავა იბაზე ეხა გავსიგავდები. მოგწონა ისე? ეს დიდად არ ხიბოს თეთრი ქონუკები, მაგრამ პეპერონია, როგორც ხო, პეპერონი. არ მოგწონა? კაია, ხო? ეს ძალიან მოეწონა თინას. ოლივერ მიყვარს და მაგიტო. ხო. ძალიან კაი. შვენიერი. სამი სტეიკი შევუკვეთეთ, სამი ლუდი ლუდს დავამატებთ, 4 евро ნახევარი ღირს, ხო? 4 და 90. 4 და 5 евро ღირს ლუდი, სამი სტეიკი შევუკვეთეთ და ერთი კოლა. გასინჯეს? ბოლოს რეიბიც შევუკვეთეთ და რამდენი იქნება ყველაფერს გეტყვით. ისე გამოიყურება შვენი სტეიკი. დაჭრილი მოდის. ერთნაირი გვაქვს შეყვეთილი ყველას. ჩემი პეტერა ჭამს ჩიჩიკებს. გაანგემრიელია. კაია? ძალიან. გასინჯეს. აი სუნიეკ შეხვდა. ცოტა გადმოიხარება. მე გითხარი. ნუ გარემოც კაია. ძალიან გემრიელია. აი ერთი სული მაგალ ნიკუშა როდის გათიშოც რომ ეს შეჭო. ძალიან გემრიელია. მადრიდში ვინ ჩამახალთ ეს გასინდა. ხო. გითხრათ მე გაკეთე. აუ ესე არ ჩანს ერთი წამით. მოკლედ ანახეთინა ვასაბი. კი. შევკვეთ სამი სტეიკი, რომელიც ღირდა 25 евро, 9 ლუდი, 2 კოკა-კოლა, ორჯერ კოკა-კოლა, ფრი შევკვეთეთ დიდი
მე მგონი არც არის ჩაწერილი, ხო? რავი. ეხლა ჩათვალეთ 4 კაცმა, სტეიკები ვჭამეთ, დაბლიეთ და 125 ლარი გადავიხადეთ. ეხლა წავალ სახში და ტკბილად დავიძინეთ ჩემი კარგი ზუდუ. ესე იგი, ესეთი ლუკით ვართ, დღე ნომერი 2. ცოტა გვიან გაიღვიძა, როიცოდეთ ამის ბრალია ყველაფერი, რომელი საათია? 2 საათზე გაიღვიძა. ხალხო, ან როიცოდეთ, ან 9 საათია გაიღვიძა. 9 საათია მღვიძავს და ხო, დაღლელი იყო, არა, დღეს ეპატიება, მაგრამ ამის მერე იმენა ჩაუბელავ. კაი, ნიკუშა და ნატა გველოდება და დავიძარით ახლა სადაც წავალთ, გაჩვენებთ ყველაფერს. ბაკა. მან პორაკ მუსიკა ჩამფიქრა ჩემი დარდია ჩემი ჰანგია აღარ ვარ ესე იგი ესეთი პატარა სენდვიჩებია სალტის ფურცელი მაიონეზი ქათმის ფილი აქვს მოხარშული და პომიდორი და ბეკონი გემრიელია აი დღისით წახემსებისთვის რა რო აი რაღაც გიჟივით გშია და მოხვიდე ესეთ შევჭამ ერთი 100 წელს უბრალოდ რო რაღაცა ენერგია მოგცეს რო იარო ისეინო რაღაცები დაათვალიერო რომ აი რაღაც არ გაიჩიშო უფრო მაგისთვის არის რა რამდენიც იქნება გეტყვით რომ მოგვიტანენ ანგარის 3 ფრი შევკვეთეთ ფრი ესეთ პატარა კოცნებში არის საკმაოდ კაი გარემოა რა და ძირითადად ვაფშე ეს კაფეები რაც არის ყველა ესეთ გარემოში არის რომ გარეთ დგას ესეთი პატარა ლამაზი სკამები და ყველა თავის პონჩი ლაპარაკობს ერთობა მოკლედ სვავს ჭამს ბიჭო რა არის ანუ ადგილის თემაო ნიკუშაც ამბობს მაგრამ ნუ მოკლედ ეს ყველაფერი იყო 154 ევროსი რა აგერ ეცან 154 ევროსი ხო და რა არის იცით უშინ იყო 20 ევროთი ნაკლები სამი სტეიკი ვჭამეთ თინამ კიდე ცალკე რაღაც შეუკვეთა იქ სოსისები შემწვარი და 10 ჯერ პური მოგვიტანეს და 9 ლუდი და 2 კოლა და კაროჩე და იყო 20 ევროთი ნაკლები გუშინდან. ხო და ცოტა ძალიან ძვირია რა. ეთყობა რაღაც ლაქშერის სვეცკი ტრაქში პერო ადგილია, იმიტომ რომ 4 ნაჭერი პური იყო შუაზე გაჭრილი და შიგნით იდო სალათის ფურცელი, ქათამი და მაიონეზი. აგერ კი ხედავთ, რავი, ეს სენდვიჩი იყო 96 ევროსი 4 წალი. ხო და ძალიან ძვირია რა. ესეთი ადგილი არის ეს. გვაკითხა ტაქსმა და დავიძრობით სანტიაგო ბერნაბეუსკენ რა. აი ვადაობ რა ტაქსმა მოგეკითხა და სანტიაგო ბერნაბეუსკენ დავიძარე ავტობუსველოდებით 20 ნომერს. ჩავჯექით ტაქსში და დავიძარით სანტიაგო ბერნაბეუსკენ ტაქსმა გითხრა 7-8 евро 4 კილომეტრი არის აქედან. ესეც სანტიაგო ბერნაბეუ. აუ რამხელა დედასპიცი. ძალიან დიდი სტადიონია და სხვათა შორის ამ სტადიონთან ხო, ამ სტადიონთანაც არის რესტორანი და არ ამგონი ეს რესტორანი რაც უფრო ისეთი იყოს. ზვირიანი ვიდრე ჩვენ ვიყავით. ცოტა მწვანე პომიდორებს ჭამენ დაუმწეს მაგრამ ნიჩიო რა. კარჩი ყველა საინტერესებს რას იღებ ვიხარ. აი ესე რო იღებ ოღონდ რა. თავი რო არ იღებ ყველას მაგრად კიდიხ. ხო ხო. პემდა რონალდომ ჩაგურბინეს. რიგია საკაიფ. ეკუშას უნდა და ძალიან შესვლა სტადიონზე. მე ყველა არ დამიწერეთ რატო არ შეხვედი, რატო არ ნახე, მაგრამ მიკიდია. სტადიონია ჩემთვის, აი არ მაინტერესებს საერთოდ. просто გარედან მაინტერესებდა ნახვა, ნახე. შიგნიდან ჩვეულებრივ ყველგან 100 მეტრიანი ბალახია და ყველგან 2 ცალი იზდევს. კარები.
ხო და ეხა ისტორია ვიღაცის საინტერესოა, ვიღაცის არა, ხო ხვდებით. ჩემთვის ეხა მაგალითად თასები ვნახო და ის დავათვალიერო რაღაცა მუზეუმი არ მაინტერესებდა და ნიკუშა და ნატა შევლენ მე და თინა გავისეირნებთ 35 евро ღირს შესვლა და 47 евро ღირს რაღაცა პრემიუმი რა. ხო და ყვილა უნდა შევსულიყავით, ყვილა უნდა გადამეყარა ფული, აი არ მაინტერესებს იმენა რა. აგერ წინ არის რეალის მაღაზია, გავივლით, ნახავთ შიგნით ფასები რა ღირს მაისურები რაღაცები და გამოვლენ მერე ნატა და ნიკაც. ყვილა რო არ აგვიქნია ახლა ეს ფული მირჩევნია 70 ევროდ, სადმე სხვაგან შევიდე სხვა მუზეუმში, სხვა რამე ვნახოთ. ვიდრე ესე რაღაცა იმისთვის არ ვარ დიდად გაგიჟებული ამ იმაზე რა. ვისაც გაინტერესებს და ვინც ფანები ხართ, თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. ესე იგი, დაცვა არ შეგიძლიო ვიდეოს გადაღებაო და რაღაცეებიო, მანდო ზევით რო ახვალთო მაღაზიაშიო. ასე რომ შევალთ, ნახავთ რაღაცეებს თუ რამეს ვიყიდით. გაჩვენებ თუ არ ვიყიდით მაგასაც გაჩვენებ. კარგად იყავით, აგერ არის ყველაფერი. შევედით, დავათვალიერეთ. მე როგორც გითხარით, დიდად არ მაინტერესებს. რაღაცა ისეთი მაისური თუ ჩვეულებრივი მაისური თუ მომეწონებოდა რა. რეალის გერბით და იმით არ მინდა. რაღაც ისეთი მაისური, არა, რეალის გერბითაც რა ყოფილიყო, პროსტა მაისური რა ყოფილიყო, კაი რა და მოდრიჩის და ვიღაცების მაისურები იყო და ბიჭ რა არის, ანუ თუ ვიყიდი ეგეთ მაისურს სტრიმზე და ისე მაცვია ხოლმე რა, სპორტული რაღაცები, ისე არასდროს არ ვიცნობ. მაშინ უნდა წაიღო და შეინახო სუვენირად ფანი უნდა იყო რა. მე არ მაინტერესებს ხა, არც ფანი ვარ, არაფერი და 170 евро ღირდა მაისური. 170 евро ხა, იმაში მივიცე რა, სტრიმზე დავჯდე, კარგი და შეიძლება აქ დავჯდეთ კაფეში. შეიძლება სხვაგან დავჯდეთ, სანამ ნიკუშა და ნატა გამოვლენ, გავისეირნებთ მე და თინა რა. წყალი ვიყიდე საბოეში და წყალი ღირს 3 евро. აი, რა ვიცოდეთ. დეზგებისები, აი მე ხა არ ვიცი როგორი ეს არის ზოგი აფანატებს გიждდება რეალზე და მაგიტომ მადრიდიც მაგიტომ მოწონს. მე პირადად პრაღა მილიონჯერ მირჩევნია ამ ადგილს. აი ძალიან ბევრად სილამაზითაც და ფასები ხო ფასებზე ვაფშე არ უნდა ფასები კი იცით რავი კი განახეთ ფასები. აჰა კიდე თუ გინდა კიდე ერთხელ განახებთ და ესეც ღრენისფერი შენობებია. უკმაყოფილო ვარ მადრიდის. ძალიან არ მომწონს. უკმაყოფილო კეტზე. ანუ არა გული დაგწყდა ბექამ ამირჩია ბოტასები, რომელიც ნუ კაი კეტები, რომელიც იყო მასლა ლამაზი. საქართველოში არ მინახავს ეგეთ ფერებში. ძალიან კარგი იყო. მაგრამ ჩემი ზომა ამ მაღაზიაში არ აღმოაჩნდათ. 3 კილომეტრში არის ეგ მაღაზია, მაგრამ იქამდე მივდივართ Starbucks-ში. ავენტუსი მიყიდა თინამ. აქ კრიდის მაღაზია არის ძალიან დიდი რა. რას კი სუნა მოარსებობს კრიდის ყველაფერია. რავი Gucci, Louis Vuitton, Balenciaga და ვაფშე ყველაფერი არის რა. Louis Vuitton-ში მომეწონა რაღაც ზედა, მაგრამ პროსტა არ დავითრიე რა, არ მინდოდა ხა 2500 евро მეთქი მაქვს, მარა. პროსტა ქეშა და ბარათით არ არისო გადახტო და ქეშად არ მედო რა. ჯიბით ხوار ვატარებ ხა. ნიკუშაც უკრიდან მანიშნებს, რომ საღოლო შენს მომას ვიცავ, ქეშს რო არ ატარებო. იასწნია, წავედი შენს მომას ვიცავ, Gucci-ში ვიყიდოთ, ბარათით გადავიხდი. ქეში იყო წერან და უსვათ გადაიღო ეხლა და წამოვედით მივდივართ პრიმარკში, ხო? ეხლა გაიღიმა ვიდეოში, ხალხო, აქამდე 1 საათი არ გავუღიმია. გავჯექით ტაქსში და რავი, ან საღამოს იმატებს ფასები ხალხო. რავი, ძალიან ძვირია რა. 17 გამოძახებით 33 евро იყო 3 კილომეტრზე, რო გამოგვეძახებინა 33 ევროდი მიდიოდა 3 კილომეტრზე და ეხლა გავაჩერეთ და 17 евро გვითხრა 3 კილომეტრში. მოვედით პრიმარკში. არის მე-4 სართულზე, ლიფტთან იყო რეგი და ავდივართ ზევით. ნახოთ რა არის ერთი ეს პრიმარკი. ის გოგოების არის. კაროჩ თუ რამეს ვიყიდით. ვიყიდით რა მე თუ ვიყიდი კი განახებთ რა. მე არ ამგონი აქ ამ მოვიდი. პროსტა შეხედეთ ხალხო რა შენობა აქვს პრიმარკს. და დიდა სუფიცა ვარ სულ. აი ტანსაცმელი ყველაფერი ნახეთ, პროსტა რა ლამაზია. და ყველაფერი აბსოლუტურად ღირს 3 евро, 4 евро, ჩუსტები აი ესეთი მაგალითად
ნახეთ. ძანძერსკია. ღირს ძანძერსკია მე არ ჩავისმოდი, მაგრამ ესე ძირზე როა რა. ღირს 8 ევრო. 8 ევრო. ძალიან იაფია. ყველაფერი ძალიან იაფია და სასწაული შენობა აქვს რა, ულამაზესია ყველაფერი ვაფშე. ესეთი ამბავი გვაქვს ხალხო. დავიღალე. დადის ყველაფერს იღებს. დამღალა ხალხო. ესეთი რიგია ძალიან დიდი რიგია და სალარო არის უამრავი. რამდენი სალარო? 15 სალარო არის და ძალიან დიდი რიგია, მაინც ხალხი დგას. ესე გამოიყურება მადრიდის ქუჩები. ეხლა ვართ თითქმის ცენტრში. აქ ძალიან ლამაზი შენობებია. აქ ყველაფერი ლამაზი არის. ეს მაღაზია მეგონა ფილიპ ლეინი, მაგრამ არის სკალპერსი რაღაც. შეიძლება გამოიმიორ სკალპერსი აწერია და ფილიპ ლეინის რაღაცები იყიდება, მაგრამ არ ვიცი. ეს არის საქართველოში რო ჩვენ ვეძახით მეორადებს, second hand ძონძებს. აი ეს პრიმარკი არის ეგეთი თემა რა, როგორც დავაკვირდი. იმიტომ რომ რავი რა. მეორადები არ იყიდება, მაგრამ აი სოსომ რო ვიდეო განdaigო, ბანგლადეშში რო კერავდნენ რაღაცებს, ხო იცით? აი ზუსტად მაგ ბანგლადეშში შეკერილი რაღაცებია დედას მიწვარ. სოსოს რო 10 ლარად მიყიდეს Adidas-ის მაიკა. აი ეგ რაღაცები იყიდება აქ. ხალხო ძალიან როგორი დაყოლები ვარ, იცი? ნიკა 8 პარკი, ნატა 10 პარკი. ანუ ძალიან და ორ-ორი კეტი ვიყიდეთ რაღაცები აქეთ იქით. Adidas-იდან ვერ გამოვედით, აგერ ადამიანს საურად სულად დაეყარა. Sephora-დან დაიმშ. მოკლედ. ეხლა მინდა ძალიან ჭამა. აი როგორ ვარ, იცი? ვერ გეკეთეთ არა ჭამაზე გადავახტით. დავჯექით. აი ადგილია სხვათა შორის, მეც განახებთ. მოიდანზე ვართ. აი ადგილია რა, კრისტიანო რონალდოს სასტუმროსთან არის ძალიან ახლოს, სადაც ვიყავით. და რესტორანი არის აი ეს. რა ქვია ვერ ვხედავ. მაონ რა წერია რესტორანს რა ქვია მითხარით ბიჭო ვაიმე ჰიტას როგორ გავს შენი ყოგი მოყარ ჰიტა ბოდიში არ გეწყინოს მაგრამ ფერა გაიჩნდა აგერ კაი წავედი საჭმელს რომ მოიტანენ დაგიბრუნდებით თემ დაშლებიდან ანუ რამე თქვი შეჩემი დაიღალა ძალიან გაგვიმარჯოს ამ ყაყაჩოთი ხალხო არ ვიცი ვინ არის ეს მაგრამ მადრიდი ქვია რა უიაკაც ეს ბაჩუკეს ძაღლის საჭმელი ისა ძაღლის დასალევი მით მოგვიტანა ჩიფსები ჯამით არა უშავს რა მიკროფონები საწერია გაგიმარჯოთ como esta señoritas ესე იგი ფრი შეუკვეთეთ 3 ლუდი დავლიეთ 3 მოვატანინეთ ეს შეუკვეთეთ კიდე ეს რა არის არ მახსოვს პოსტა კროკეტას mucho gracias señorita Gracias. do you like this Yes. yeah wow okay ესე იგი შეუკვეთეთ 3 სტეიკი არა, ორი სტეიკი შევკვეთეთ, რომელიც სტეიკიც არის 2 პერსონაზე გათვლილი, ფრიც მოყვება, შევკვეთეთ 6 ლუდი, ანუ მე 6-ე მოიტანეს უკვე, შევუკვეთეთ კიდე თინასთვის რო ვუთხარით, რა ვუთხარით? თინასოს აპეროლს. აპეროლ te amo chica. ხო და ველოდებით რა. ჯერ არაფერი არ მოუტანიათ, ამის გარდა და ველოდებით ახლა მოიტანეს ეს. ბოლოს, როგორც ყოველთვის ანგარის განახებთ, გეტყვით თუ მოგვეწონა, მოდით მოპირდაპირეთ ზუსტად აი აქ არის Starbucks-ი, ნახეთ. თუ დაგჭირდებათ რომ რამე Google Maps-ზეც მოგინიშნავთ მადრიდში თუ მოხვდებით. გაკოცით, წავედი. მაგამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ 200,000-ისკენ დავიზრათ მაგის დედაც ჯეკ. ესე იგი, ესეთი ამბავი გვაქვს, ეს არის ხალხო სუნიაკ საოცრება და მეორე აგერ. ძალიან აი ისე გამოიყურება ჩემი პატარა. ძალიან კაია. ძალიან კარგად გამოიყურება. ერთი წული მაგროდი შევჭამ, კარგად. კაროჩი ნიკუშა რაღაც ვერ არის ხოძე რა. არც უჭამია არაფერი ვაფშე რაღაც თავის ტკივა.
დღეს ერთი ჭიქა დავლიეთ ზუსტად რა ლუდი და მაგის მერე რო ვიარეთ ძალიან ბევრი ვიარეთ. ძალიან ბევრი რამე გვეჭირა და აი რაღაცა ხოძე ვერ არის და მოატანა არაყი რა და მიდი დავაი შებერე რა. ჩაღეჭე რა. გამიმარჯოს აბა. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. სულ ესე გეგულავებოდეს 200,000-ზე მალიას, აი იქ მაგას მერე ვიტყვი. რა 200,000 შებერე სადღე გძელოს ამბობ. გეგულავოს სულ ესე და სულ ესე კარგამებში ყოფილიყავით ერთად. სულ კონდეს ხალისი. სულ ხალისი კონდეს, თავარია. აი თუ ჩვენ გულს არ გამოუნდება არაფერი, ისე ხო არაფერი არ გამოვა. Ясно. ყველგან სადაც წავალ და სადაც დავჯდები და სადაც გავატრაგოთ, ყველგან გულით გავატრაგოთ. Ясно. როგორც ჩვენ გვინდა. დავაი მიაყოლე ბარე მეორე და ლეგენდა ხარ შეჩემ. დავაი, რა მოკვდება ჯვარი წერია გოგო, ხოძია გიჟივით. შეგერგოს. ესე იგი ნიკუშამ დაამატებინა 2 ფილადელფია და დავამატეთ 3 ლუდი. ლუდი დავლიეთ 9. ფილადელფია იყო. ეს აღარ მითქვი, ხოდ ლუდი უთხარი. ხო და ხო დაამატებინა. ეს ფილადელფია კი არა, ფინლანდია, კაცო. ფინლანდია დაამატებინა არაყი 2 ჭიქა. ანუ არა, ანგარიშის სპონჩი ვამბობ რა. 2 ჭიქა და ლუდი დავამატეთ 3. ჯამში ავიღეთ 9 ლუდი. 3 ის რაღაცა მადრიდი და 6 კორონა. მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრეშიანები. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 სამბერი 26%. გადადი. შინკინაც ვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ? რაც არ უქნიათ იმას რომ შაი ხო არის სათვალე მომისელი ხო არის სათვალე კეპკა იღლის ბეწზე ჩამოკიდებული DJI ანუ ლოთები რა ზდაროა 73 2 დიდი სტეიკი 1 ფრი 9-ზე მეტი არის არა 9 ლუდი ნუ კეჩუპი მაიონეზი სამი პური არა პური არ აქვს ჩათვლილი მგონი არა აქვს და ის რაღაცა კერძი რომელიც ვერ გავიგეთ რა იყო ხო აპეროლი კიდე პოკეტი რაღაცა ხო მე ველოდებოდი 200 ევროზე ბევრად მეც იმიტომ რომ რავი ბევრი ვჭამეთ ბევრი დავლიეთ მაგარი ადგილია რავი ანუ ადგილი ცენტრში ვარ თითქმის ძალიან მაგარი ადგილია და ბევრად მეც ველოდებოდი რა მაგრამ რავი არ მოვიდა ბევრი მოკლედ წავედით რა მშვიდობიანი ღამე ხვალინდელი დღე დარჩა მადრიდში და მადრიდს რო დავასრულებთ ეს ვიდეო დაიდება შემდეგი იქნება უკვე ბარსელონა ცალკე ესე იგი თინა ჯერ არ არის მზად ხალხო და მე გამოვედი არ არის მზად რა 1-5 წუთში იქნება და ნატა და ნიკა დაბლა არიან და ყავას დავლევთ ანამ გამოვიდა ჩემი შეყვარებული ახალი ზედით ოპა 1 წუთი აგატარო აუ ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზია და ჩემთავს გაფიცებ ამ კეთს როგორ გავს არა მე რაც მაცვია აუ ძალიან ლამაზია ესპანიოლო შემოვედით რომ ვიყიდოთ ესა ელასტიური ბინტი ფარმაცია ნიკოლა ესპანიოლა და კარჯე ეს ეუბნება ესპანურად რაღაცებს და რაც აკლდება ინგლისურად ვამატებ რა ვიგებენ ხო ეხლა რა ვკითხოთ იცი ამ მასზე ელასტიური ბინტის გადაკრა შეიძლება თუ არა La policía no მეტი უნდა? აღარ უნდა. ფეხი გამიკონტროლეთ. არა, დაბლოკილი ხო, რა დაბლოკილი. ესე იგი. ეხლა გამოვიძახებ ტაქსს და დავაწვევით. საცამ მივდივართ იქ. სად მივდივართ? Warner Brothers Madrid. Warner Brothers Madrid-ში მივდივართ.
კარგად გამოიყურებით ძალიან. კარგია. შენი ფოტოს ეს ეციქნება ხა დაგერხა. საყვარელი სახე როგორც არის მოცულებული ეგრე ნიკუშ მოიჭღანე. ნიკუშ მოიჭღანე. ტიპი რა პროჭია. ტიპი რა პროჭია. მე მეუბნებოდა დაიჭღანებოდა რაღაცა შეხედეთ იქენ. აი ესეთია ცხოვრება. ბავშვებს მისდევ რაღაც დიდი სათამაშოები უჭირავთ და უნდა ვკითხო სად მოიგეს. ან წავართ მე. პოხრა. სპანელს მაკაცებს ველაპარაკე და მითხრეს რომ აი იქითაო ეს მაჩვენეს. ანუ მეტი ვერაფერი ვერ მითხრეს, იმიტომ რომ არ იციან ინგლისური. მე ხო არ ვიცი და ამათმა უფრო არ იციან. ესეთი სამწუხარო ამბავია. მოდით ბეტმენების მაღაზიაში. ეს არ არის ბეტმენი. ვა, მაიკები იყიდებ. ოპა, რა მაგარი ჭიქა, ბიჯო ბეტმენისა. ნიკუშ, აუ, ეს ნახე, ჩექმებიანი ვასკაკი არ და კატა გაიჭიდა. იციან რომ იუთუბერი ვარ. კაპიტან ამერიკა არა, გოგო აგერ. აგერ წინ, აბა ეს ვინ არის? ის გვინდა, ჩვენ ფარიანი არის კაპიტანი. იგი ბავშვმა გაგოჩერეს, მიხნა რომ იუთუბერი ვარ და First. შემოვედით Starbucks-ში და თინ რის დალევას აპირებთ? პრაღაში რასაც ვსვავდი მაგას. პრაღაში რო ვსვავდი ხოლმე, აი. ეს არის ჩემი კარამელ მაკიატო. ნიკა აწერია. ეს არის ნატასე, ფრესა და ხო, გამომართვი? დებილო, მაგას ნიკა აწერია და ამას ბექა. ამასაც ნიკა აწერია, შენ მოგიტყალი. საიდან უნდა დაეშვან, შეხედე, მიზუმე. ჩემი მე მანდ არ დავიჭერე. ვაიმე! შენო ჩავიჯო მაგაზე დავისრე. შინი შემოვედით პარკში და ნახეთ როგორი ტყვილეულობებია. აუ პრაღაში რო იყო. პრაღაში რო იყო ზუსტად. აუ რა გემრიელი რაღაცეებია. ძალიან cool სიტუაცია. ბრავო. მოკლედ, მაღაზიები არის სხვათა შორის ძალიან საყვარელი რა. ძალიან კაი რაღაცეებია. საყვარელი რაღაცეები იყიდება, მაგრამ ბავშვების სამოთხეა, რასაც ქვია რა. თორე ეხა ჩემთვის რავი, ეხა ეს ბრელოკები მე არაფერში არ მჭირდება. მაგრამ ისე ძალიან საყვარელი რაღაცეები იყიდება. აი მაგალითად ამათვის ძალიან კაია. ვა, საღო. აქ ისე გაგისწორდებათ, ბავშვებო, ისე გაგისწორდებათ, აქ. მშობლებს წამოაყვანინეთ თავი აქ, როგორც კი მოხვდებით ესპანეთში. და გაითვალისწინეთ, ჩვენ არის შეცდომა არ დაუშვათ, აქ რო წამოხვალთ, კაცი ღირს 50 euро და აქ რო წამოხვალთ, უეჭველი წამოიღეთ კუპალნიკი. იმიტომ რომ ძალიან დიდი აუზია. საცურაო კოსტუმი, უფრო სწორედ. დიდი აუზები და რაღაცეებია, აკვაპარკიც არის და ძალიან გაგისწორდებათ რა. წამოდით პირდაპირ საცურაო შორტებით. წავედით, გავალთ გარეთ ახლა. დაგვავიწყდა პლავკები. ხო, დაგვავიწყდა. აი, გოგო, რაშობი. გარეთ არის ესეთი სიტუაცია. ნახეთ როგორი სახლები არის კოუბოების სტილში. და ესეთი ქალაქია მთლიანად რა. ნახეთ. ძალიან ლამაზია, სხვათა შორის აი ძალიან გაგისწორდებათ რა. არის ერთდღიანი like subscribe. Show me your bag. Wait. Your bag. Ვასკა. შეხედე შეჩემა შენი ძმაკაცი გავაძრე. Gracias, goodbye. მინი იამალი გავაძრე შეჩემა. ესეთი პატარა ატრაქციონები. და
ესეთი რაღაცები სულ არის აი ძალიან მაგარია რა. ბავშვებისთვის არის 6-4 ეს. ძალიან ლამაზია ყველაფერი. შემოვიდ კიდე ერთ მაღაზიაში, ნახეთ რა ლამაზია. სკუბიდუები. სკუბიდუს ჭიქები. ძალიან ლამაზი რაღაცები არის. ის თინას უნდა ვუყიდო. გინდა? არა, ბიჭო. სოსკა გავუკეთე. აი, ნახე. ძალიან ლამაზია. გაძრე? ბავშვი ვარ. აუ, ძალიან ძერსკია, გადაო. კაი, აი წამოიღერა. აუ, ძალიან ლამაზი სათამაშოა, გადაო. აუ, ძალიან ლამაზია. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ შენ თავს პიცა ვარ მოვიგებ. Give me ball and my prize. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ შენ თავს პიცა ვარ მოვიგებ. Again. Give me. Yeah. Rago. No. Yes. ეხლა დედას მოუწვა გოგო რას ვერ მევიგებთ. აი ეს. არ ჩავარდება აქედან. არ ჩავარ. აჰა, აი, ვსდი თუ იზავ თუ მევქნა. მოიცადე. ზევით უნდა გაუშვა კრუჩონი, რომ დატრიალდეს ბურთი და ჩავარდეს. ძნელია. Give me for free one. I don't need price. არა, რა ძნელია, ბიჭო. მოდი შეჩემ რა ყლეზე არ კიდია ისროლე უფასოდ რა. არა, გოგო ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. თინ, უყურე? მაიცა როგორც მანახა. არ ჩავარდება თინა. და მიხვდი წეგან რას გვანახებ და ახლოს დადგა და პროსტა გაარტყა. აქ ბავშვი არ მოიყვანოთ. ამათი დედა ბავშვი არ მოიყვანოთ აქ ხალხო ეს რა დამხრიტეს. 14 ევრო გადავიხადე და აი თვითონ აქ დამუგავებული თვითონ დადგება და განახებს რომ ძალიან მარტივად აგდებს და არაფერიო რა ძალიან მარტივიაო გეუბნება. ძალიან ძნელია. ხელში უნდა დატრიალდეს ბურთი აი ტენისში რო კრუჩონის უშვებ ესე რომ კუთხეზე ხვდება და აქეთ გადმოდის, ეგეთი რაღაც უნდა გააკეთო ხელით და სულ კუთხეში გაარტყა ზევით, დატრიალდეს და ახლოსვე ჩავარდეს. ძალიან რთულია რა. მოკლედ ამ სათამაშოდ არ ღირს, ისე რთული ამ სათამაშოდ ისაც იყიდით 14 ევროდ. კარგად იყავით. A few moments later. არასდროს კალათბურთი არ მითამაშია. არა, ერთი უნდა ჩააგდო. ანუ ფარი არ არის იმაზე მიდგმული რა. ხეზე მიდგმული არ არის ფარი და გამოწეულია წინ იმას რომ ხვდება ჯერ იმ ჟესტს ხვდება და ვარდება უკან. ანუ ჩერეზიმით ფარით ვერ ჩააგდებთ რა. ამონახოთ ნიკა თუ ჩააგდებს. ნახებ ეხა როგორ არ გასესებული. ო, გეუბნები, ცუდადაა. ცუდად არის, ჟესტი აქ იქ. არა და იმერა ზუსტად ის. და ისაკ, თავზე, ბიჭო, ნახე, ფარი გამოწეულია წინ. მოდი, ერთიც გადავიხადოთ, ორი შენ ორივე. დავარ. არა ვერ ჩავა. აქ ბავშვს არაფერი არ ასრულებთ, ხალხო. დედას პიცა ვარ, ყველაფერი რაღაცა ისა აქვს გაკეთებული, მახინაცია აქვს გაკეთებული, რომ ვერ ჩააგდო და ვერაფერი ვერ მოიგო. საშინელებაა იმენა. ყაზანჯა მჭირდებოდა, აქ რო სამქულიანები ესროლა რა. ეს არის რიგი აი ამ ატრაქციონზე დასაჯდომი. აი ეს დიდი ამერიკული გორკები რაც არის, შავი ფერის. ძალიან დიდი რაც არის, ამაზე დასაჯდომი არის. ვაიმე, ღმერთო. ვაიმე, ეს რა არის? რა? წინ შეხედე გთხოვ. იმას შეხედე რას აკეთებს იმ ადგილზე. მაგაზე არ დავждები. კი. მე იმაზე ვждები, აი. აი სიმაღლეზე რო ადი. არა, შეხურუბერა ვარ გეშინია? არა, მაგაზე. რა? არა. დავждები. ამაზე დავждები ვიზახის ხალხო. აი ამაზე. ხალხო რიქს შეხედეთ გთხოვთ.
ეხლა უყურეთ რა ხდება. შეხედეთ, გთხოვთ რა ხდება. შეხედეთ. ანუ გეხვეწებით, რიგს შეხედეთ და ეს რიგი გადის აი აქ. სულ ბოლოში. მინიმუმ ელოდება 1-400 კაცი ატრაქციონს. ხალხო, ფინა იძახის რომ ამაზე უნდა დაუჯდეო. ამას შეხედეთ, ხო. შეხედეთ სადუჯდებით ხალხო. კამერით არ გვიშვებენ ხალხო რა, არ შეიძლება ოსტაფს მითხე და ავდივართ აქ. შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ. ამას ხო ყველაზე მეტად არ ეშინოდა, იმელე ჩაიკუკა. დას ვიცა. არა, ერთი, აუ აღიარა ერთი ერთი მომენტი. აი ძალიან საშიშია. ასვლის მომენტი, ანუ რამხელა შეხედეთ პროსტა. აი იმდენად სწრაფად ადის, დედას ოფიცარ, აი უკვე გული რო უნდა წაგივიდეს მაგ მომენტზე ვიყავი რა, აი უკვე გულის წასვლის და კიდე ძალიან სწრაფად ეშევა, ძალიან პიზდეცია. მართლა. ხო და რო იცოდეთ ეს გული მერევა რო დადის და იძახეს, ამას ყველაზე მეტად არ ეშინოდა რა. გოგო, აუ ბეკა შენ არ ჯდები. არა, მე მაიც ერთი წამი. ბიჭო, არ მეშინოდა, მაგრამ ის ერთი მომენტი რომ ჰაერში სანამ თვალით აღვიქვი, სად ვიყავი და ამაგდო. აღვიქვი არ შევიხედე. აუ ხალხო, ის ერთი მომენტი იყო საზიზღრობა, გული მერეო და მე ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან გაასწორა, ძალიან დიდი, ანუ ეგ არის ადრენალინი რა, დიდესი ადრენალინი გაწובה. ისეთი სისწრაფი დადის, მაგრამ ამაზე ვეჭველი დაჯექით. აი ვეჭველი უნდა დაჯდეთ. ძალიან გაასწორა. იგი ამ შავზე იჯდა ნიკა და ნატა. ჩვენ აღარ დავჯექით, ნიკუშ როგორი იყო? საშინელება იყო ძალიან. ერთი მომენტი მეგონა რამის გადმოვარდი. თან წინ ვიჯექით. კი, თავიდან ცოტა საშიში იყო, მაგრამ მე როგორ გაუშინაურდები. მაგარი იყო ძალიან, მაგრამ სუსველი ჩამოვედი, სრებლები მომდიოდა და რამის ვიტირე. სველი ოღონდ აღიზნებისგან არა ხალხო. არჩი ასწორებს რა. ძალიან ასწორებს. ბავშვებს თუ წამოიყვანთ ხო ვაფშე გაგიჟდებიან. მოკლედ. წავედით. და სადმე შევჭამთ რა. ხალხო ნახეთ რა დარს კი რაღაცა. ამას შეხედეთ. ნუ მაკეტია აშკარად გაკეთებული რა. შუშებზე ეთყობა. მაგრამ საოცრება. აუ რა მაგარი რამეა ხო არ გადაო. შევდივართ საშიშ ოთახში. რაღაც არაფერი არ ჩანს, მაგრამ სადაც ერთ წუთი საშიშ ოთახია რაღაც თავისი სპეც ეფექტებით. ეს კაცი გველაპარაკება რაღაცებს, მაგრამ არაფერი არ მესმის. ესეთი ოთახია ჯერ არ შევსულ თაღონთ რა, პროსტა ის არის. ბაზრობს რაღაცას ესპანურად, რომ ტრეილერის თემა არის რა. ხო, ეს თაროები გაიღო და სადღაც შევდივართ. ჩემი კარგი მოყან, მე ეს ყველაფერი არ მომწონს. რას უფრო გაატასავე? ტრუპი, გოჭი, ხის. ჩაიცი. ჩემი კარგი. სუპრაზე ვარ და დაცვა გქონს რა აგერ. ანუ ეს უნდა გადავიღო ყველაფერი რა, მაინტერესებს პროსტა როგორ შემაშინებენ, ვაფშე არ მეშინია. აი ესე დაგსვეს, ხალხო. ნახეთ. ესე ვზივართ და ველოდებით როგორ შეგვაშინებს ვინმე. აი რა შემაშინებს ახლა აქ. მეტყობა რამე რომ მეშინია? მე ტელეფონი რას უნდა მოვაჭიდო? მოსაჭიდებელი არაფერი არაა. ხალხო თუ ჩამეჯვა გეტყვით. ეს ის გაიჩნდა როსაურა ხუანის შეყვარებული. ანუ ეს ყველაფერი სცენები რო აქვს შექმნილი და აქ რო უნდა დაჯდე, აი ეს დაცვა რო დგას, ეს ჩემის აქ, ეს არ უნდა იდგეს რა ყველაფერს აბურჯებს. ხელები აწიეთო ხალხო ხელებს. ვაიმე დედიკო, რა ხდება ხალხო? ვაიმე ხალხო ეს მოაჯირი გადმოვიდა. ფემოჩავა? რა ქვემოჩავა, გოგო? ამ გოგოს ხორცელი. დაცვა რატო წავიდა? ვაიმე შუქები ჯაგრა ხალხო მიჯმუ. მე არ მეშინია ხალხო რა, არაფერი არ მომწონს. რა გაირაკ მომიტა
მოგწონთ? მოწონთ. რაიმე! მთლიანი ოთახი ტრიალებს ხალხო. ოი ბიჭი! საღორ მაგარი დაატრიალა. ხალხო დედას გებიცებით ყვილა კივიან ვაფშე არაფერი არ არის. არა, კივიან, მაგრამ ძალიან საინტერესოა. არაფერი არ არის ხალხო. ანუ ჩვეულებრივი ოთახი აქვს გაკეთებული, რომელიც ქანაობს. შენა მოწყვეტი! Просто ტრიალებ გრამ. ბრავო, ესეთი შოუ მე არ მინახავს. აგერ ბავშვებს ხედავ გიჟგვანან. Say hello to YouTube. გადაიღერა თაგულია. წადი. არაფერი არ იყო ხალხო ვაფშე. სანდებილობა იყო. ოთახი ტრიალებდა. დავტრიალდი და მორჩა. სანახაობა იყო. ანუ კი, სანახაობა იყო. თინას ერთი ფრაზა აქვს. ვაი მე გული ამერევა ეხლა. მორჩა რა. მე და ჩემი ლოვე. Buenas noches, señoritas, chicas. ვაი მე თმები ცოტა შერყეული მაქვს. ხალხო, ყველაფერზე აქვს ერთი ფრაზა. გული მერე. აი ძალიან მომეწონა სანახაობა, კაი, მაგრამ გული მერე. გადაობას რო გავაძრ ხოლმე და ჩავიჯვავ რო ვაძრობ, დამუღამებული რომ ეგრეა გამას გული მერევა. მართლა გული მერეო და საშინელება. იქ დავჯექით რო დადიოდა აქეთ იქით გული ერეოდა, ტაქსიდან გადმოვედით გული ერეოდა. ტაქსში ყოველთვის გული მერეო. კაი, სულ გული მერეოზე რატომ აწერინებ ვიდეო? გააჩერა ამ ჩემის ფილმა რა გააკეთა. ნატა ჩვენ გთხოვთ რომ არ დაждდე. ძალიან საშიშია. აი ძალიან საშიშია. ძალიან დიდი რიგი არის ამაზეც და მე ძალიან მეშინია. მე ეხა ამათაც უთხარი მე რო ფული გადამიხადა რომ მაინც არ დავждდები ამაზე. ძალიან საშიშია. ჩემთავს გავწევ დაჯექი რა. კარგი. დღეს არის მადრიდის ბოლო დღე. ხვალ დილით უკვე ბარსელონაში მივდივართ. ესე იგი ამ ვლოგს თქვენ ნახავთ ცალკე და ბარსელონას ნახავთ ცალკე. იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდი ვლოგი არის უკვე, შეიძლება საათ ნახევარი გამოვიდა უკვე და ბარსელონა ჯობს რომ ცალკე იყოს. დალაიქეთ რა, გასწორებს. ესე იგი, ორი დიდი ლუდი შევუკვეთე, 7 ევრო ღირს და თინა ირჩევს ესე იგი 22 ევროსი არის 2 ლუდი და 1 ფანტა. ნატა ატრაქციონზე არის, რო ჩამოვა მე შევუკვეთავთ ნატასთვის. ქებში არის ხალხი. საკმაოდ დიჭიქაში არის ლუდი. არის 750-იანი არის. ძალიან ასწორებს. და ესეთი Warner Brothers-ი აწერია და ესე ჭიქებს ავიღებთ. პლასმასის ჭიქები არის პატარა სექსუალური. ესეც ჩემი ლუდი. გეტყვით როგორი არის? აია. კარგია, მაგრამ უკეთესის დამელადია. ამას ეს უყურებ. გავარი. დაბლა ჩამოვწია ცოტა. რა. აჰა, всё. ამას რა? ეს უყურებ ხალე. ერთ მოყუდებაზე. დალევ შენ? მე ვერა. სახში 750-იანი. თუ დალევ დავლიოთ. კი, მე წავიდე. მაგრამ ვიკაიფოთ ვერ თუ. დავლე ვერც მე. გაგვიმარჯოს. კარგად იყავით, მაგრად იყავით და სულ გაერთეთ. იმიტომ რომ ფული არის ყველაზე ბანძი რაღაც თუ რამე არსებობს. ფული არის იმისთვის რომ დახარჯო და თავარია ბოლომდე გაერთო. იმიტომ რომ არავინ არ იცით ხვალ რა გველოდება. ასე რომ იგულავეთ რა. Cheers. ვიდრით. 4 ევრო ნახევარი. ანუ 3 ევრო ნახევარი ღირდა უბრალოდ ეს და ჭიქა ღირდა 1 ევრო. Cheers. ეს ვარ მე. ეს ვარ. ამას შეხედეთ ხალხო გთხოვთ. შეხედეთ, გეხვეწებით ნატას აძის. ავადა, შეხედეთ. შეხედეთ. всё. ჩამოვიდა, всё. ჩავით. ვიჩალიჩით რაღაცა. გაგვიმარჯოს. ძალიან შემეშინდა რომ დავჭერ. ხალხის რაოდენობას შეხედეთ პროსტა.
საბსეა იმენა. უამრავი ხალხია. წინ არის რავია 100 ჯერ მეტი კიდე. ესე იგი გავდივართ Warner Brothers-ის პარკიდან. აქედან დავაწოვით პირდაპირ რესტორანში. რესტორანში დღესაც როგორც ყოველ საღამოს გაჩვენებთ, რამდენ შევუკვეთავთ, რას შევჭამთ, რამდენის იქნება, სად დავდებით. და გაჩვენებთ ყველაფერს. Tesla არის, რაღაც Tesla არის, Tesla-ში ვერ ვიყავი და სპერმებში. ამას ველოდებით, რომ კომფორტულად ვიმგზავროთ, კომფორტულად ჩავიდეთ, ჩამოვიდეთ. ესე იგი, ესეთი ამბავი გვაქვს. ტაქსში ვზივართ. მივდივართ რესტორნისკენ და ტაქსმა დაწერა ჩანს. აი აგერ არის. 46 და 60 евро დაწერა რა. აქედან რომ მივდივართ 60 евро დაგვიწერა. იქ დაგვიწერა 57 რომ მივდიოდით. თუ სხვანაირად თქვი არ ვიცი 57 დაწერა რა წაგან ჩეკი გააწრო ნიკოშა. ხო და საკმაოდ ძვირია რა. ტაქსი არის აი 100 евро ხა 120 евро აქედიკით სიარული აი ძალიან სისულელია პროსტა რა. ეს ჩვენი რესტორანი სადაც მოვედით განახებთ შიგნით. ყველაფერი იყო, რაც იყო, რავი 50 ევროზე მეტი ღირდა ნებისმიერი კერძი და იყო პასტები, რაღაც ძალიან ჩვეულებრივი და არაფერი და საერთოდ არაფერი, მაქსიმუმ ჯამში იყო 10 კერძი სულ რა. რაღაც სვეტსკი რესტორანი არის ზედმეტად პროსტა ასახემსებელი ალბათ და მთელი დღე დავდივართ ძალიან მშვია და ეხლა სიძერსკის ნერვები არ მაქვს. თინას არჩეულ რესტორანში მოვედით, ბარიბით არის პატარა და ქვია ჰუმო. ხო? თუ არა? თუ მაშლება. კარტოფილი აქვს მე როგორც მომწონს. მოკლედ, ეხლა გადავშლით. ნახე რა კაი რაღაცებია. ნახე სად მოგიყვანე? ჩემი კაი ნიკავი. ხარა ფოსები ავდო. რო შევუკვეთავთ განახებთ რა იქნება შეკვეხილი. ხალხო თუ რამე მენიუში იყო, თუ რამე არსებობდა ცოცხალი, მკვდარი, დაკლული ბებიაჩემი მასაკი. დედას გეფიცები ჭუჭულებს აჭმევს ხოლმე გურიაში ბებიაჩემი ამას და ამას ვზივარ და ვჭამ ისე მშია ცუდად ვარ ლამის ეს ინდუსი გოგო მოვკალი და მე ვჭამე ხა ცუდად ვიყავი გავგიჟდები როგორც კი მოგვიტანი რაღაცებს ეგრევე გაჩვენებთ რა მოვა ჯამით მოდის დიდი ყველაფერი ვაიმე ცუდადო გვერდზე კაროჩი ამათ რაღაცები უდევთ ხალხო და ლამის გადავიდი ამათ სუფრაზე და ვჭამო რო შემოვიდით რესტორანში მიმტას ვეუბნებით რომ რეზერვი არ აქვს მეთქი, მაგრამ ისე მაგრა გვშია მეთქი, რომ რაც კი გაქვთ ყველაფერი მოიტანეთ მეთქი რა და ეგრევე მაგიდასთან დაგვაჯინა. აი ცხოველები ვთქვია 4 კაცს. მეცარიელ სოლს ჭამ. აჰა ეს ჭამე. ეს ეგენი გამასიჯება. აუ ძალიან გემრიელია. ეჩუბს ავჭამ. სუაზე სუფრაზე соусები მოიტანეს პროსტა ხალხს უყურე ამას მოგვიტანეს ესეთი ლუდები მოგვიტანეს და კოკა-კოლას შეხედე იდიოტო ჰუგო როა წერია თავისი რა ჰუგო ბოს დებილო იმენა თავისი კოკა-კოლა აქვთ იმენა როა წერეთ ეგ პარტია აქვს აღებული კოკა-კოლა მაღაზიაში შეხე და რაღაც არ მგონია არ მინდა არ გავსინჯე უკვე ეს არ მინდა ეს ძალიან ქაფთება. ვიყო მე მინდა მე დავუმეჭა ეს არაა გოგო ლუდი ამ შიქუ არა აქვს რა მოგვიტანა ეს შამპანიურია გოგო ან ღვინოარი გაზიანი დედას გებიცე ეს არაა ლუდი ხო იცოდეთ რომ ამაზე არასდროს არაფერი არ დამელავია რა არის არ ვიცი რა სახეობაა მაგრამ საზიზღრობაა ესენი მოგვიტანეს ნელ-ნელა მოგვიტანენ რაღაცებს მოგვიტანეს დამატებით ერთი კიდე უпростоრი ერთი ფრი კიტრი პომიდორის სალათი ავიღეთ ესპანეთში რო იცოდეთ და ერთი დიდი ქათამი კიდე მოგვიტანენ ერთ რაღაცას
არ მახსოვს რას. და მოგვიტანეს ესეთი რამე კიდე. თავის სუნელებით და ყველაფრით. თინგას ინჯება? ოპა, აი თინას კერძი გაიჯდა. კარტოფილი გიჟდება. მოიც გადმოგიღებ ყველაფერს. დედას ვიცავარ ხალხო, სუნთქვის რეჟიმი გათიშული გვაქვს და ვჭამთ. მოგვიტანეს კიდე ქათმის ფრთები, აი ესე გაკეთებული. ქათამს, კაროჩე, დავავიწყეთ საიდან იყო წარმოშობით. ეს წინას დიდად არ მოეწონა. სალათი აღარ არის, ფრი ვჭამეთ საკაიფოდ, ესეც ვჭამეთ. კაროჩე, აი ყველა ვართ როგორი ნასიამოვნები, იცი? აქ უნდა მოხვიდეთ. მადრიდში ვინმე მოხვდებით, მე გთხოვთ რომ აქ მოხვიდეთ და მე ამ ვიდეოზე კომენტარი დაწეროთ რომ მოხვალთ. საოცრებაა რა. აი ანგარიში არ ვიცი რამდენი მოვა, მაგრამ ძალიან გემრიელია ყველაფერი რა. ხალხო, გაოცებული, გაკვირვებული და გაგიჟებული ვარ. 102 ევროსია ყველაფერი ვაფშე, ანუ აგერ კი ხედავთ რამდენი რამეა. ლუდი ესეც ავიღეთ და ცალკე ესეც ავიღეთ. ანუ 4 ლუდი, 2 კოლა, 2 კოლა, ქათამი მთლიანი, ფრი, 1 ფრი სოსისით, კიდე ცალკე სალათი, ეს კიდე და შამპურზე შემწვარი ღვიძლი, კარტოფილით და რაღაცაებით. დედა სუფიცა ვარ, აი ისეთი გემრიელია ყველა, მე გთხოვთ რომ პროსტა სადეთ რა. აი უკან განახებთ ხა ქათამს. აუ არ ჩანს. რამხელა ქათამია პროსტა. ალბათ რავი 1 კილოიანი ქათამია ალბათ დედას ვიცი. მოკლედ გემრიელესია რა. აი საოცრება. გთხოვთ რომ მადრიდში რომ მოხვდებით, აქ შემოხვიდეთ და აქ რომ შემოხვალთ. აი წეგან ვლაპარაკობდი ზუსტად მაგას რომ დედას უფიცა ვარ, სახლში რომ დაჯდები და გემრიელად შეჭამ. აი ზუსტად ეგრე ვჭამ. აი მეც და ამასაც გვიყვარს ეგრე ჭამ. ხელებით რომ აი გემრიელად რო შეჭამ, კარგად რა. აი ძალიან გაგისწორდებათ. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. დალშერავი. თუ რამეს გადავიღებთ, თუსაც მეწავალთ კი ნახავთ დღეს. დღეს არის უკვე აგერ განახებთ საათსაც 10:09 არის. ესე იგი ისე გემრიელად ვჭამეთ, ისე კარგად დავნაყრდი, აი სახლში რო ეკა გამიკეთებს ხოლმე საჭმელს და აი გემრიელად დავждები და ყველაფერს ვჭამ საერთოდ, აი რაღაცა ეგრე უგემრიელესად ვჭამე რა. ესე გემრიელად ჯერ მადრიდში არ გვეჭამია. ძალიან გემრიელი. აი ესე კარგად ხო ძალიან მაგარი სტეიკები პირველ დღესაც, მეორე დღესაც უგემრიელესი იყო, ძალიან კაი იყო რა. ლუდი რაც განახეთ არ აიღოთ. ჩამოსასხმელი რაც აქვთ ის აიღეთ, იმიტომ რომ ის საშინელებაა, რაღაც ის გემო აქვს, ანუ რაღაც არომატები აქვს და რაღაც შთაბეჭდილება დამრჩა რომ შამპანიურს ვსვავდი და საშინელებაა. შამპანიური ვისაც გიყვართ, ბაზარი არა. მოკლედ აი ყველა უნდა მოხვიდეთ რა. ეხლა ის რეკლამებს და რაღაცებს, ის რაღაცებზე არ ვაკეთებ, არ მიყვარს. მე უბრალოდ მიყვარს ძალიან კარგი საჭმელები და რაც მიყვარს და რაც მომწონს გაჩვენებთ ყველაფერს რა. თუ ვინმე მოხვდებით მადრიდში, აქ უეჭველი უნდა შემოხვიდეთ. მით უმეტეს 4 კაცი რო აი ძალიან მაგრა დანაყრდებით, დალევთ და თან შეჭამთ და დაგრჩებათ და 100 ევროსი იქნება, ხო ხვდებით ეხა რა მაგარი ფასია. მოკლედ. ეხლა Golden Goose-ის მაღაზიაში მივდივარ, Golden Goose-ის კეტები მინდა ვნახო რაღაც და მე დავაწვევით სახლისკენ. ხვალ დილით უკვე ბარსელონასკენ გავეშურებით მატარებლით. მაგამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ნუ დაგეზარებათ და შემდეგ ნაწილში ნახავთ უკვე ბარსელონაზე ყველაფერს. მადრიდის ტური ამით დასრულებულია. მადლობა ვინც უყურეთ, მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, რაც ვსაუარია, იმედია გაგისწორდეთ. მინდა რომ ყველამ კომენტარი დაწეროთ თქვენი აზრის, რა ზედმეტი, რა კარგი, რა სასიამოვნო თქვენთვის, რა არის ცუდი და ყველაფერი აბსოლუტურად. ყველა შენიშვნას და ყველაფერს გავითვალისწინებ შემდეგი ვლოგისთვის. იმედი მაქვს, რომ გესიამოვნოთ მადრიდის ვლოგი. მადლობა, ვინც უყურეთ ბოლომდე. აბაჰეთ, აბაჰოთ და ლაიქეთ, არხი გამოიწერეთ. და ლაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ზალის ღილაკი გააქტიურეთ, ზარის ღილაკი გააქტიურეთ და ხო, ტომფორდის უნამო არის, მით უმეტეს ტობაკო ვანილი. ტომფორდის უნამოს ვერ ვიტან, აი ნებისმიერს.
წავედით შემდეგ ვიდეომდე კი არა და ბარსელონას ვლოგამდე.